თავისუფლება დეკანსა და სტუდენტებს ბათუმში ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმა, კურსდამთავრებულებმა და ლექტორ-მასწავლებლებმა მარში გამართეს. მსვლელობის მონაწილეებმა 9 დეკემბერს დაპატიმრებული დეკანის და სტუდენტების გათავისუფლება მოითხოვეს და დაგმეს საპოლიციო ძალების მხრიდან განხორციელებული სისასტიკე დედაქალაქში მიმდინარე აქციებზე. განაცხადეს, რომ უნდა ჩატარდეს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ქვეყანა ევროპულ კურსს დაუბრუნდეს. აქ ვდგავარ, იმიტომ რომ პირველ რიგში ვითხოვ თავისუფლებას ყველა უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანის, პირველ რიგში ჩვენი დეკანის და სტუდენტების და მე ვფიქრობ, რომ ეს მათი დაკავება იყო ფაქტობრივად ჩვენი დაშინება, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ არ გვეშინია და არ გავჩერდებით და გავაგრძელებთ საპროტესტო აქციებს იქამდე, სანამ ეს იქნება საჭირო. ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ, იმიტომ რომ სოლიდარობას უცხადებთ ჩვენს დეკანს და სტუდენტებს. იმედი გვაქვს, რომ სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და მალე გამოუშვებენ და ასევე სოლიდარობას უცხადებთ ყველა რეჟიმის პატიმარს. ეს ბავშვები არიან უდანაშაულნი, იმიტომ რომ მათ საკუთარ სივრცეში, საკუთარ უნივერსიტეტში ნახეს ორი პიროვნება, რომელიც ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დეკანს და მათ მეგობარს. ამიტომ მე ასე ვფიქრობ და ისინიც ასე ფიქრობენ. ვერანაირად ვერ მოხდებოდა, რომ გვერდი აივლოთ ამისათვის და არ დადგომოდნენ გვერდი თავიანთ მეგობრებს. იმიტომ რომ ეს იყო მათი სივრცე და სივრცეში იყო შემოსული უცხო ადამიანი.